20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება რა გახდა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან დაპირისპირების მიზეზი რამდენია მთავარი მწვრთნელის ყოველთვიური ანაზღაურება. ეთანხმება თუ არა კახა ცხადაძე ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლას და აპირებს თუ არა ნაკრებიდან წასვლას. 20-30 შეკითხვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უპასუხებს. ბატონო კახა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო კახა, ეს თემა ბუნებრივია ყველასთვის არის საინტერესო, შესაბამისად უკვე მეორე დღეა პოლიტიკური და შეიძლება ითქვას რომ ეკონომიკური თემები ქართულ ფეხბურთში შექმნილმა ვითარებამ ფაქტობრივად გადაფარა. შეგიძლიათ გითხრათ რა ხდება რეალურად თქვენთან? პირველ რიგში უნდა მადლობა გადაგიხავთ მოწვევისათვის. მეორე ყველაზე მთავარი ის რომ პირდაპირ კიდევ ერთხელ დავადასტურო არანაირი კონფლიქტი ჩემსა და ფედერაციას შორის და მით უმეტეს ლევან კობიაშვილთან არ არსებობს. მე უბრალოდ დავუპირისპირდი მინისტრ იმასთან დაკავშირებით, რადგან მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მქონდა მე და მაქვს უბრალოდ არანაირ განხილვას არ ექვემდებარებოდა სანამ ის ინიციატივები, რაც მისგან წამოვიდა და მან გუშინ მე მგონი თქვენ ეთერშიც თქვა კიდევაც და აღიარა კიდევაც, ეს იყო მაგის ინიციატივა, ეს მან გაახმოვანა ეს რამდენიმე თვის უკან სხვა ტელევიზიაში. აქედან გამომდინარე, მან პირად საუბარშიც იგივე თქვა ძალიან ცოტა უხეშად რო იტყვიან განმიცხადა რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს თქვა გადაიხადოს ის რომელიც პრინციპში მოქმედი იყო ის როდესაც მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა რომელსაც დახვდა სამწუხაროდ არასახარბიელო ფინანსური პრობლემები და აქედან გამომდინარე ინიციატორი ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში და ეხლაც კიდევ ერთხელ ვადასტურო მეჩვენება არის მინისტრი სამწუხაროა ეს არანაირად არც პირდაპირ და არც ირიბად არ უნდა თქვა მოქმედებდეს მინისტრი ზემოქმედება არ უნდა კონდეს მას თქვა ირიბად არის თუ პირდაპირ არ აქვს მნიშვნელობა რატო ვიძახი ამას რომ ის რომ თქვა ფედერაციას დღეს არ აქვს ფინანსები თქვა ხო ძალიან ბევრი ლაპარაკია საერთოდ ფინანსებზე მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის ყველაზე მთავარი არის თვითონ მიდგომა რად მიდგომაც სამწუხაროდ ჩვენ მე დავინახე თქვა მისგან აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა იყო აი ესეთი ადეკვატური პასუხი მასზე და ეს არის კიდევ ერთხელ მე მინდა შეგახსენოთ თქვენ და შევახსენოთ ჩვენ გულშემატკივრსაც ყველაზე მთავარია ახლა რა ხდება იცით ყველაფერი ეს იცით და წარმავალია მაგრამ თქვა პირადი ურთიერთობები შეიძლება რაღაცა პოლემიკები შეიძლება რაღაცა პრობლემები თქვა ადამიანებს შორის მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არ უნდა დაზარალდეს ქართული ფეხბურთი. ხო, ეროვნული ნაკრები არ უნდა ამ შემთხვევაში ეროვნული ნაკრები არ უნდა დაზარალდეს, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ აი ძალიან მოკლე დროში შევძელით ის რაც შევძელით და მე მგონი ამაში თქვენც მეთანხმებით და გულშემატკივრებით დიახ, ერთი წუთი დავამთავრებ თუ შეიძლება, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ მე რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ის რომ არ დაიშალოს ის ერთსულოვნება რაც ყველამ დაინახა, ხო, იგივე ამ სიტუაციაში, როდესაც კახა ცხადაძის უკან არა მარტო მასმედია, იმიტომ რომ სიმართლეს იძახის, დადგა ის გუნდი, რომელსაც ქვია საქართველოს ეროვნული ნაკრები და აი ეს არის ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით. ამიტომ ყველა პირადი ამბიციები და ყველა პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართ უნდა გვერდზე გადადოს და პირველ რიგში ის მინისტრი იქნება თუ ვინც იქნება, ის ვალდებულია რომ გაუწიოს ანგარიში ქვეყანას. ბატონო კახა, თქვენ დაზარალება ახსენეთ და ამავდროულად განაცხადეთ, რომ დილეტანტებმა არ უნდა გადაწყვიტონ ფეხბურთის ბედი. ფიქრობთ, რომ სპორტის მინისტრი არაკომპეტენტურია? მე ვთვლი რომ საქართველოს რომელიც ძალიან მე ხა ჩემი სუბიექტური აზრია მასაც შეიძლება გააჩნია თავის სუბიექტურ აზრით ჩემს მიმართ მე ვთვლი რომ ისეთი ქვეყანა როგორც საქართველოს სადაც ამდენი ოლიმპიური ჩემპიონები და ეს ჩემი სუბიექტური აზრია მე არანაირი უფლება არ მაქვს შეიძლება ამის ჩემი კიდევ ერთხელ ვიძახ სუბიექტური აზრია რომ რა ვიცი ბევრ საკითხებში მე მგონი არაკომპეტენტურია და იგივე ეს ინიციატივა რომელიც არ იყო ამ ეტაპზე არ იყო სწორი მისგან წამოვიდა და გამოიწვია ის რაც გამოიწვია და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მე ვთვლი რომ ამ რაღაც საკითხებში არაკომპეტენტურია და რა ვიცი საქართველოს მდიდარია ძალიან დიდი დონის სპორტსმენები და საკმაოდ მაღალი განათლების მქონე და რაც მე მგონი სასურველი იქნება რომ უფრო კომპეტენტური იყოს მინისტრი და აი ესეთი კონფლიქტები არ წარმოშვას რაც ახლა პრინციპში ყოველ შემთხვევაში არის ამ ეტაპზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ
ჩვენ ყველანაირად კონფლიქტია თქვენსა და დარიელ ხეჩიკაშვილს შორის. თქვენ პოლემიკა კონფლიქტია. რა თქმა უნდა კონფლიქტია. რა თქმა უნდა უკვე კონფლიქტია სამწუხაროდ ეროვნული ნაკრების თავდასხმა. ფიქრობთ რომ ის პირდაპირ ერევა ფედერაციის საქმიანობაში? ესეთ რა პირდაპირ და ჩარევა რაც ქვია ხა ეს ტარიელ ხეჩიკაშვილი რა თქმა უნდა ლევან კობიაშვილს ვერასდროს ვერ დაურეკავს და ვერასდროს ვერ ეთქვის. იმიტომ რომ ლევან კობიაშვილსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და კახალ ცხადაძესაც ძალიან დიდი ავტორიტეტი. ირიბად რაც შეიძლება რომ ჩაერიოს და მე ეს მოგახსენეთ კიდევ ას გუშინ არის ის რომ დღეს ახალ ხელმძღვანელობას დახვდა ფინანსური პრობლემები, რომელიც უნდა გადაუწყვიტოს ჩემი აზრით, უნდა გადაუწყვიტოს სპორტის სამინისტრომ. და დღეს მინისტრია ტარიელ ხეჩიკაშვილი და აქედან გამომდინარე ვთქვი ეს რაც ვთქვი მე გუშინ. გუშინ 20-ში სტუმრობისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა ბატონო კახა რომ არაპირებს ბიუჯეტიდან თქვენი სახელფასო თანხა მან სავარაუდოდ ციფრად 100,000 დაასახელა მისცეს ფეხბურთის ფედერაციას. გასაგებია რომ თქვათ კონტრაქტის პირობები საჯარო არ არის, თუმცა თქვენ თუ შეგიძლიათ და თუ გაქვთ რა თქმა უნდა სურვილი, გითხრათ რამდენია თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება. არა ეცეთ რა ეს ერთ სამხრივად არ შეიძლება გაცხადდეს ჯერ ერთი მეორე. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თქვენ და გუშინაც გავიმეორებ. მოდით რა თუ ჯერ ის თანხა რაც მან დაასახელა არ იყო არ შეესაბამა სიმართლეს. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ამ ფინანსებთან რომ ძალიან ისეთ პრობლემატურ ქვეყანაში როგორც საქართველოსაც ძალიან ბევრი ადამიანს უჭერს, როდესაც ამხელა თანხები სახელდება რა თქმა უნდა აგრესიას იწვევს. ამიტომ მე მინდა პარალელი გავალო იმ ჩემ წინამორბედ ეს ინფორმაცია უკვე გვაქვს, ვიცით ბატონო კახა. არა, ეგ არის ყველაზე როგორ გეკადა, ეს არის ყველაზე მთავარი. იცით რა, ყველაზე მთავარი რომ გაცილებით მეტი აქვს თაღებული თავისი კვალიფიკაცია. არა. 60%-მდე დაახლოებით შემცირდა ეს თანხა. პლუს ამას კიდევ ერთხელ ვიძახი, დღევანდელი გადმოსახედა მე შევთავაზე და ვთავაზობ კიდე და გუშინ შევთავაზე ოფიციალურად 25%-ის დაკლებას ოფიციალური განცხადება ფედერაციიდან არ ყოფილა. თანხას იქიდან გამომდინარე გეკითხებით რომ ბიუჯეტზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს შეკითხვა ჩვენს ეთერში არ გაიჟღერებ და აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფეხბურთის ფედერაციამ 2015 წლის ივნისში ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურების გაცემის მიზნით გამოითხოვა 120,000. ამას წერს სააგენტო პირველი. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც დაგისვით შეკითხვა. თუ გაქვთ რა თქმა უნდა სრული შეგიძლიათ გასცეთ პასუხი. კიდევ გიმეორებ, ციფრი არ არის სწორი. ჯერ ერთი, მეორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენად შემცირდა და რამდენად ვამცირებდა. მედია თუ ნაკლები შეგიძლიათ ეს მაინც გითხრათ. რა თქმა უნდა ნაკლები. გასაგებია. რა თქმა უნდა ნაკლები. და კიდევ ერთხელ ვიძახი, 60% იმ კონტრაქტებთან შედარებით რაც იყო დაახლოებით 8-9 წელიწადი თუ არ ვცდები წინა მორბედების. კარგი. და პლუს ახლა 25%. ამიტომ ამაზე манипуლირება არ არის სასიამოვნოა და არ არის საჭირო. მან ძალიან კარგად იცის და რომ თქვა ფეხბურთი და საერთოდ ცვლილები ძალიან მithumetes კვალიფიციური ცვლილები საკმაოდ დიდ ანაზღაურებებს იღებენ და ამაზე манипуლირება არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა და არ შეიძლება ეს. კიდევ ერთხელ ვიძახი სპეციალურად არის ყოველ შემთხვევაში მეჩვენება რომ ეს არის ყველაფერი სპეციალურად გაკეთებული რომ თქვა გააღიზიანოს გულშემატკივარი რომელიც ჩემ მხარეს არის იმიტომ რომ ის იცის იმ ადამიანმა ვინ არის კახა ცხადაძე რა გაუკეთებია და რა არასდროს ფინანსები არ დაუყენებია წინ მაგრამ მე გუშინ განვაცხადე ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე იმიტომ რომ ის კონტრაქტი რომელიც მე მოვაწერე და რომელიც დღეს მოქმედია ხო რა თქმა უნდა ადამიანს შავის შემოსავლებიდან გამომდინარე აკეთებს რაღაც აწყობს თავის ცხოვრებას აქედან გამომდინარე იყო ის რომ როდესაც გახდა ცნობილი რომ არის პრობლემები და ლევანიმ გააჟღერა ეს ჩემთან ჩემი დამოკიდებულებიდან ლევანთან თორე არანაირი ის არა აქვს თქვა კონტრაქტში არ წერია მე შემიძლია თქვა უარი მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დამოკიდებულება და მე მინდა რომ გვერდში დაუდგე და იმიტომ რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს არ დაიშალოს ის რაც ჩვენ ამ 6 თვეში გავაკეთეთ ეს განცხადება რა განცხადებას გააკეთეს ფეხბურთის ფედერაცია კონკრეტულად მას არ განცხადებია ბატონო კახა ლევან კობიაშვილმა ამიტომ ჩამოსვლამდე დღეს განცხადება გაავრცელა უბრალოდ სადაც ამბობს მე ციტატას წაგიკითხავთ მისი განცხადებიდან ძალიან სამწუხაროა რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა რასაც ვთავაზობთ ბატონო კახა თუ შეგიძლიათ გითხრათ რას გთავაზობთ ლევან კობიაშვილი
თვითონ გააჟღერებს დარწმუნებულია ჯერ ერთი თვენახევარი ნამდვილად არ არის ძალიან მოკლე პერიოდია თვენახევარი ნამდვილად არ არის დაახლოებით რა დროა რამდენია აი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ თვენახევარი არ არის ნამდვილად მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მახსოვს მაგრამ ამას არ რამე განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზეთ ბატონო ნუ ალბათ დარწმუნებული ვარ რომ ის საჯაროდ განაცხადებს ხა მე არ მაქვს ხა იმის უფლება რომ თქვა წინადადება თქვა რასაც ლევანი ძახის განაცხადებს ყოველ დარწმუნებული ვარ და შემდეგ უკვე მე განვაცხადებ ჩემიდან რაც გასაკეთებელია განცხადებას გავაკეთებ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამას რატომ გადაინაცვლა თქვენმა საუბარმა სატელევიზიო ფორმატში ეს თქვენი ინიციატივა იყო ასე ამბობს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე წეღან დიახ თქვენ დასვით ეგ შეკითხვა რომ ლევანი თქვა რომ სამწუხაროა და არავითარი კიდევ ერთხელ ვიძახე გუშინდელი პრესკონფერენცია არ ემსახურებოდა ჩემი და ფედერაციის პრეზიდენტთან პოლემიკას არანაირად და ეს მე დავადასტურე გუშინას და კიდევ ერთხელ გამოხატე ჩემი დამოკიდებულება მის მიერ და კიდევ ერთხელ ვიძახე რომ მე კახა ცხადაძე რომელიც ვარ ფეხბურთელი ყოფილი და ჩემი ქვეყნის ყოფილი კაპიტანი იგივე როგორც ლევანი ძალიან პატრიოტული და მოქმედებდით ყოველთვის და ჩვენ მე არაზოს დავაზიანებ ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელს და ჩემ კოლეგას და ჩემ მეგობარს აქედან გამომდინარე თუ ვინმე ცდილობს და მე ვხედავ რომ ამას ცდილობენ ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში არანაირი კონფლიქტი არ იქნება ბატონო კახა თქვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვთ რატომ გსურთ გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი ან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხომ თქვენი მეგობარი გასაგებია ერთი რომ იცი რა პრემიერ-მინისტრი მინდა საქმის გულში ჩავაყენო იმასთან დაკავშირებით რომ დღეს ფედერაციას თქვა პრობლემა ან ჩემ ხელფაზე არ არის აქ პრობლემა ისა უფრო დიდი პრობლემებია გადასაჭრელი და ეს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს თუ თქვა მინისტრი ვერ წვიტავს აქედან გამომდინარე ვთქვი მე რომ რა თქმა უნდა კახა კალაძესთან კონდეთ საუბარი ამ თემაზე არის ის ინფორმირებული ამ თემაზე ჩემგან ყოველ შემთხვევაში ჩვენ გქონდა საუბარი ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია იმიტომ რომ კახა კალაძე დაკავებულია და თავის საქმე აქვს ძალიან ბევრი ბატონო კახა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ მიპასუხოთ თქვენ ამბობთ რომ პირადად ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე არიან დაინტერესებული ნაკრებიდან თქვენი გაშვებით ამ განცხადების გაკეთების შემდეგ სოციალურ ქსელში უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება თუ იგივე სპორტულ ჟურნალისტებს შორის გამოითქვა არაერთი ვერსია და მოსაზრება რომ ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ცდილობენ თქვენს ნაცვლად ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძემ მიიყვანონ რატომ ფიქრობთ რომ ნაკრებიდან თქვენი გაშვება არის მიზანი იქიდან გამომდინარე რაც ვილაპარაკე ამ თემაზე ჩემსა და ტარიელ ხეჩიკაშვილის დამოკიდებულებაში მე კახა ჭუმბურიძე ფედერაციაში მუშაობს უბრალოდ კახა ჭუმბურიძე მოიაზრება და ყოველთვის კახა ჭუმბურიძე ტარიელ ხეჩიკაშვილი და გია გეგუჩაძე ალბათ ერთი ჯგუფია და ერთი გუნდია და აქედან გამომდინარე წამოვიდა ეს წამოიჭრა ეს თემა თორე მე არ გამიხმოვანებია და არ გამიჟღერებია ხა გეგუჩაძის სახელი თვითონ ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე მგონი თქვენ ეთერში დაასახელა მისახელი და გვარი კახა ჭუმბურიძეს რაც შეეხება კახა ჭუმბურიძე იყო და არის ფაქტურად ეხლა დღეს უკვე ფედერაციაში მუშაობს უბრალოდ მარჯვენა ხელი იყო ამ ფეხბურთთან დაკავშირებით და აქედან მე უბრალოდ ერთ ჯგუფში გავაერთიანი ესენი და ეს მე მგონი ამაში თვითონაც ბატონო კახა ბოლოს შეკითხვა და მოკლედ მიპასუხეთ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში თუ მიმართავთ სასამართლოს იცით რა არის თუ მათ ცალკრივად დაარღვიათ თუ ამას გააკეთებენ რა თქმა უნდა ხა ფაქტია რომ შედეგი უკვე სხვანაირად უნდა ვისაუბროთ ნაკრებიდან წასვლას რაც შეეხება გეგმავთ ნაკრებიდან წასვლას მოსირებს ეს პოზიცია და ეს მოსაზრება ძალიან არ სურს ნაკრებიდან ძალიან არ სურს და არ სურს ჩემ ფეხბურთელებს არ სურს იმ გუნდს და ოჯახს რომელიც მე ჩემი შევქმენი ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს თუმცა ეს მარტო ჩემზე არ იქნება დამოკიდებული ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს ფეხბურთში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პასუხობდა ახლა კი პირდაპირ ეთერში ვთავთ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს ბატონო კახა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო ბატონო კახა ლევან კობიაშვილის განცხადების მოგესალმებით ბოდიშ ვიხდი ჩემი ხმის გამო რადგანაც გაცებული ვიყავი და ვიცი რა დიდი ინტერესი გულშემატკივრების მიმართ ამ საკითხის მიმართ გულშემატკივრებიდან მე ავდექი და მოვედი ლევან კობიაშვილი არ იმყოფება თბილისში
ხვალ ჩამოვა და გამართავს პრესკონფერენციას. ეს ინფორმაცია უკვე გვაქვს. ბატონო კახა, ლევან კობიაშვილის განცხადების მიხედვით ვიდრე და მე შევეცდები დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესები. იმედია, თქვენ ნახევარია, რაც კახა ცხადაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამას ამბობს ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციამდე. რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა? თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა შეთავაზება ჰქონდა? უკაცრავად დავასრულებ შეკითხვის დასმას, თუ შეიძლება და შემდეგ მიპასუხეთ. ფედერაციის მთავარი რა მთავარი შეთავაზებები გქონდათ? რა შეთავაზებები გქონდათ ფედერაციას მთავარი მწვრთნელისთვის? კარგი იყო რომ მე და კახა ერთად დამჯდარიყავით დებატებში, ჩვენ შეთავაზეთ ეს და რატომღაც უარი თქვა და ლევან კობიაშვილი მართლაც მართავს ერთი თვის და თვენახევრის განმავლობაში მასთან შეხვედრებს და ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრა, მით უმეტეს კახაც ახსენებს, რომ ეს არის მეგობარი და ეს შეხვედრა იყო იმ თემასთან დაკავშირებით, რომ გადახედილი იყო სახელმწიფო სისტემა. ჩვენ იცით, რომ როდესაც მოვედი ჩვენი გუნდი, მთლიანად რეფორმებზე ვართ ორიენტირებული, მთლიანად გვინდა რომ შევცვალოთ ქართული ფეხბურთის ის სისტემა, რაც აქამდე იყოს და შევადგინოთ და დავიწყოთ ახალი ქართულ ფეხბურთში. ამიტომ ერთ-ერთი ნაწილს წარმოადგენს ზუსტად ის, რომ გადახედილი იყო სახელმწიფო ფონდები, შეხვედრა მოხდა კახა ცხადაძესთან და მე შემიძლია დავასახელო თანხები. კახამ თქვა, რომ ეს არ არის სიმართლე, მაგრამ მე გეუბნებით, არაფერი კონფიდენციალური არ წერია კონტრაქტში, ამიტომ უნდა მორჩეს ეს გაუთავებელი პროცენტებზე საუბარი და მე დავასახელებ თანხას 120,000 ლარი უჯდება ფეხბურთის ფედერაციას კახა ცხადაძის ხელფასი, ხელზე ის იღებს 100,000 ლარს და ალბათ ამიტომ მათ იძახის, რომ ეს არ არის ის თანხა ზუსტი, თორემ ფეხბურთის ფედერაციიდან 120,000 ლარი გადის და 100,000 ლარი არის ყოველთვიური ხელფასი კახა ცხადაძის. გასაგებია, ბატონო კახა, სპორტის მინისტრი. კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამის თქმა მინდა, ერთი წუთით დავამთავრებ. მე მინდა იმის თქმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც მით უმეტეს მცველების დანიშვნა არ დანიშნულებზე, ხელფასებზე და ასე შემდეგ და აქ ვინმესკენ ხელის გაშვერა ეს არის არასწორი საქციელი, უბრალოდ მინდა აღვნიშნო. სამწუხაროდ კახას ახასიათებს ყოველთვის ვიღაცების მოძებნა, ეს იყო როცა ბაქოში მუშაობდა, ხან აბრალებდა მსაჯებს, ხან მოწინააღმდეგებს, მცველებს, ხან პრეზიდენტებს, რომ ვიღაცები მას საქმეში ერევიან, მას ებძვიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსურდი და ეს არის შეურაცხყოფა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, რომელსაც ის ასახელებს, რომ მეგობარია, ესე იგი ვიღაცა ცდილობს და კობიაშვილი ვერ წყვიტავს, ვინ უნდა იყოს. აქვე უნდა გკითხოთ, ბატონო კახა, უკაცრავად, როგორ ფიქრობთ მაშინ, რატომ გაჩნდა მესამე ცხადაძესა და ფედერაციას შორის მოსაგვარებელ საკითხში? ერთი წუთით იმას დავამთავრებ, რა შეთავაზება ჰქონდა კახა ცხადაძეს. კახა ცხადაძეს შეთავაზა ლევან კობიაშვილმა, რომ ქონოდა 50,000 ლარი ხელფასი და იმ შემთხვევაში თუ ის მიაღწევდა მინიმუმ პროგრამას და ეს იქნებოდა მესამე ადგილი, რომელიც თვითონ გააჟღერა, ის აიღებდა მაქსიმუმს თავის ხელფასისას ერთიანად თუ ის მოხდებოდა ორ გუნდს შორის, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისას, კიდე აიღებდა დამატებით 50,000 ლარს თვეში, ეს 2 წლის განმავლობაში გამოდის და გადაითვალეთ რამხელა ასტრონომიულ თანხაზე შეიძლება გასულიყო და მაშინ როცა შედეგი აქვს თვალს ეს ხელფასი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ სანამ შედეგს არ მიაღწევს, მაშინ რატო უნდა გქონდეს ამ ხელფასი, მე არ მესმის და პუნქტი წერია კონტრაქტში, ეს კონტრაქტი იქნება საჯარო და შეუძლია ყველას ნახვა. ეს არის 3-4 პუნქტი, სადაც ნაცვლად წერია, რომ ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია შეაფასოს ფეხბურთის საქართველოს ნაკრების მცველის გამოსვლები და ამის შემდეგ ცალმხრივად გადახედოს ხელშეკრულებას და ხელფასს. ასე რომ არანაირი დარღვევა ფეხბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია და მე მიკვირს რატო გადაიტანა ეს პოლიტიკურ ჭრილში კახამ, რატომ ატეხა ესეთი აურზაური, რისი ეშინია მას შეეძლო ეთქვა, როდესაც მიდიოდა ეს მოლაპარაკებები თავის სიტყვა და ამ დროს როცა კობიაშვილი არ იყოფება თბილისში გამოდის და ესეთ განცხადებას აკეთებს და ხელს ისვის მინისტრისკენ, რომელსაც სიკეთის მეტი ფეხბურთში არაფერი არ გაუკეთებია და მილიონობით ლარი აქვს დახარჯული ქართულ ფეხბურთში. ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ამ შემთხვევაში უკვე მესამე პირი ცხადაძესა და ფედერაციას შორის მოსაგვარებელ საკითხში, ანუ სპორტის მინისტრს გულისხმობთ, არიელ ხეჩიკაშვილია კახა ცხადაძის ბრალდებების პირდაპირი ადრესატი? ეს კახა ცხადაძე რომ მე ხო აუხსენი, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. შემდეგ მე გამრია, კიდე თითქოს ვებძვი, რომ იცოდეთ მე ვარ კურატორი 21 წლამდე ნაკრების და ქვევით.
და უშუალოდ იმიტომ რომ პირველი ნაკრები არის სენსიტიური თემა, უშუალოდ დაიქვემდებარა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და შემდეგ კიდე მცველები გადის აღმასკომზე, იცით აღმასკომი დაკომპლექტებულია ძალიან კომპეტენტური პირებით, იქ არის აზრთა სხვადასხვაობა და არ არის ყველა ერთ აზრზე, ამიტომაც გავიტანთ ჩვენ მცველების საკითხს და შემდეგ აღმასკომი ამტკიცებს. ასე რომ ერთპიროვნულად თუ ვიღაცას ლობირებს და ასე შემდეგ манипуляცია წინასწარ თავის დაზღვევა რაღაცის გამო, იმიტომ რომ შენ ხელფასი არ გინდა მოიკლო, იმიტომ რომ შენ ბანკში გაქვს რაღაცა ჩადებული, მაშინ მთელ საქართველოს ბანკში აქვს და ყველა რომ მივიდეს თავის სამსახურში და 400 ბანკში მაქვს. მე ვალი და ძალიან გთხოვთ რომ ხელფასები ამდენი მომეცით, რომ რას მივახცეთ. მე არ მესმის საერთოდ. ძალიან ცუდად მოიქცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კახა როცა ეს გამოვიდა და საქვეყნოდ დაიწყო ამაზე მსჯელობა. ისევ და ისევ თავი დააზარალა და მე გული მწყდება უბრალოდ კახაზე, თორე ამას გულის ტკივილით ვამბობ, თავი დააზარალა. ბატონო კახა, ძალიან დიდი ბოდიში ერთი წუთი დაგვრჩა სულ და მინდა კიდევ ერთ შეკითხვაზე მეპასუხოთ. სპორტის მინისტრმა 20-30-ში განაცხადა, რომ არ გადაიხდის მთავარი მწვრთნელის ხელფასს ბიუჯეტიდან. ასეთ პირობებში რა გზარჩება ფედერაცია, საიდან უნდა მოიტანოთ მთავარი მწვრთნელის კუთვნილება? უკაცრავად ვინ გირიცხავთ ამ თანხას? სამინისტრო არ გირიცხავთ ამ თანხას? ივნისის მერე ფეხბურთის ფედერაციის თავის შემოსავლები ხო გააჩნია, როგორ ვინ სამინისტროს მიერ. ივნისის მერე, ერთი წუთით, ივნისის მერე სამინისტროს არ გადაუხდია ხელფასი მთავარი მწვრთნელისთვის. ივნისის მერე ფეხბურთის ფედერაცია უხდის მთავარ მწვრთნელს ხელფასს. ასე რომ სამინისტროს დადანაშაულება არაფერ შუაში არ არის. უხდის ფეხბურთის ფედერაცია ამ ტიპის განცხადებას ბატონო კახა. რა ივნისის მერე არ უხდიო, კი ბატონო, განაცხადა, რა თქმა უნდა. ის აცხადებს რომ არ გადაუხდეს. ივნისის მერე აღარ უხდიო. მწვრთნელს სახელმწიფო ანაზღაურებას ბიუჯეტიდან. მაშინ რატომ შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟი და რატომ არის პრობლემა, რატომ არის დაძაბულობა და დაპირისპირება, თუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ საკითხი მოგვარებულია? კომუნიკაციის პრობლემა? არანაირი კომუნიკაციის ერთ თვენახევრის განმავლობაში ესაუბრებოდა, უთხრა ლევანმა და დაამტკიცებს თვითონ კახაც, მე მგონი დაადასტურებს, რომ მიმაჩნი ხარ ჩემი გუნდის წევრად. ეხლა გადაგგვიდივართ ამ სისტემაზე, რომელიც არის ბონუსური სისტემა. მე მინდა რომ შენ ეს გაიგო, გაიზიარო, შენ არაფერი არ გაკეთდება. არავინ ხელფასს არ აკლებს. მესამე ადგილზე თუ გავა და თუ მესამე ადგილზეც ვერ გავა, რატო უნდა იყოს თვეში 100,000 ლარი ეს გამაგებინეთ, რომელ ლოგიკაში წერია? ძალიან დიდი მადლობა. ხვალ ფეხბურთის ფედერაციის 100,000 ლარი შეიძლება თვეში აიღოს კაცმა, რომელიც მესამე ადგილზეც ვერ გადის. ამ შესახებ თქვენ უნდა ისაუბროთ საწყის ეტაპზე დახურულ კარს მიღმა. ძალიან დიდი მადლობა. ხვალ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გეგმავს და აპირებს ყველა კითხვას უპასუხოს. 20-30 შეკითხვებს კი კახა ჭუმბურიძე პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი 20-30-ში დაგვეულოთ.